ცენტრში ორი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლოზ კილაბერიძე სულ რამდენიმე წუთის წინ გადმოიყვანეს ხაშურიდან გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც ის გაატარებს იმ დღეებს, სანამ სასამართლო პროცესი ჩაინიშნება. ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ ნიკოლოზ კილაბერიძის უფლებადამცველს გავსაუბრებოდით და მისგან მოგვესმინა დაკავებულის პოზიცია და როგორც ადვოკატი ჩვენთან საუბარში ამბობს, ბრალდებულის პოზიცია არის ის, რომ ის აღიარებს დანაშაულს და ნანობს, თუმცა ამბობს იმას, რომ მას წინასწარ განზრახული არ ქონია მკვლელობა და აღნიშნული შემთხვევა მოხდა აფექტის მდგომარეობაში, მაშინ, როდესაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უკვე კამათში გადაიზარდა, რა დროსაც ნიკოლოზ კილაბერიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა. როგორც უფლებადამცველი ჩვენთან საუბარში ამბობს, ის ხაშურის სამართალდამცველებს, ხაშურის პოლიციას გულგრილობაში ადანაშაულებს, ვინაიდან ისინი განმარტავენ, რომ თვეების განმავლობაში ნიკოლოზ კილაბერიძესა და კომპანია ბილტმორს შორის დაპირისპირება მიმდინარეობდა და ამის შესახებ არაერთხელ მიმართეს ხაშურის პოლიციას რეაგირებისათვის, იმისათვის, რომ სიტუაცია განემუხტათ და სამართალი ეპოვა ნიკოლოზ კილაბერიძეს, თუმცა ეს არ მოხდა და ამის გამო ადვოკატები გულგრილობაში ადანაშაულებენ ხაშურის სამართალდამცველებს და მიიჩნევენ, რომ მაშინ თუ ხაშურის სამართალდამცველებს ექნებოდათ შესაბამისი რეაგირება სწორ დროს, მაშინ ნიკოლოზ კილაბერიძე აღნიშნულ მკვლელობას არ ჩაიდენდა. დილას დღეს მოეთყობა სამართალი რახან ვენახა ბატონმა ნიკამ, დღეს დილას 9 საათზე მან დაურეკა ერთ-ერთ მეწილას და უთხრა, რომ შეხვედრო და შეხვდა და უთხრა, რომ ეს იყო მისი ტერიტორია და თხოვა, რომ დაენებებინა თავი, გასულიყვნენ ტერიტორიიდან, ისევ შელაპარაკება მოხდა, ისევ ლანძღვაგინება, არ შეიძლება იმ სიტყვების გამეორება, რასაც ისინი მას აკადრებდნენ და მის ოჯახს აკადრებდნენ და ნიკამ აფექტურ მდგომარეობაში ამოიღო და ესროლა ერთ პიროვნებას. მას ერთად იმყოფოდა მეორე პიროვნება, ნიკა ამბობს, რომ მეორესთვის არ უსროლია, მაგრამ ვინაიდან გამომდინარე 4 ტყვია ესროლა თუ 5 ტყვია, ზუსტად ვერ გეტყვი და გამჭოლი ტყვია იყო ალბათ და მეორესაც გამჭოლი ტყვია მოხვდა მეორეს და დაიღუპა. ნიკამ აღიარა, მოვიდა სახლში, იარაღი რომელიც მან მკვლელობა ჩაიდინა დადო მაგიდაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვირეკა, ჩავედი და მის მიერ იქნა დარეკილი 112-ში და დარეკა და უთხრა, რომ მე იარაღით სახლში მაქვს, არ გადამიმალია, სახლში ვიმყოფები და მომბრძანდით და აღიარა თავიდან. ხაშურის პოლიციის განყოფილება არის მხარე, იმიტომ რომ ჩამოვიდა და გამოვიძახებით ხაშურის პოლიციას, ჩამოდიოდნენ აბსოლუტურად რეაგირება არაფერი არ ხდებოდა, პირიქით ლანძღვაგინება. ჩვენ ვადანაშაულებთ ხაშურის პოლიციას. როდესაც 4 თვე უკვე განცხადება დაწერილა, მიდის გამოძიება. აი რა ზომაზე მიიყვანეს. ეთქობა ეს უნდა, იმიტომ რომ ის ვისიც არის მეპატრონი ავაქინიანი თუ არც ვიცი ზუსტად რა გვარია, ის ეთქობა შეკრულია ხაშურის პოლიციას. რაღაცა გარიგება არის ეთქობა პოლიციასა და ჩემი ეჭვია. იმიტომ რომ არ შეიძლება, როდესაც პოლიციის თანამშრომლები ჩამოდიან და ერთ-ერთი თანამშრომელი სამსონიძე მე მგონი მოადგილეა, პოლიციის უფროს მოადგილე და იყო ესეთი შემთხვევა, აი ეს ხელების გაშლა დაიწყო და ბოლოს რამდენჯერ უნდა დაგვირეკოს, რომ ჩვენ მეტი საქმე არ აგვაქვს, ხო? და ხო ხედავთ, აი მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. წამოვედით იქიდან, შემოვედი ხაშურის პოლიციაში, რომ ჩამოდეს ვიღაცა პიროვნება, ჩემთვის უცნობი, მე ნამდვილად არ ვიცოდი, ეს ყოფილა სამართლოს უფროს ირაკლი ქირია. როგორი სიტყვებით აგინა ჩემს კოლეგას ირინა ფერაძეს, მე რა თქმა უნდა იმას ნამდვილად ვერ გავიმეორებ. აღნიშნულ დაკავშირებით რეაგირება მოახდინეთ, დავრეკეთ 126-ზე, ცხელხაზე დაურეკეთ და აუცილებლად მის ადგეს პასუხისმგებლობის საკითხი. დღეს მთელი დღის განმავლობაში ხაშურის ცენტრი ტაბიძის ქუჩა იყო სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში, მას შემდეგ, რაც დილის საათებში სასტიკი მკვლელობა განხორციელდა. როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ყვებიან, შემთხვევა მოხდა დილის საათებში, მაშინ, როდესაც ნიკოლოზ კილაბერიძე ადგილზე მივიდა, რათა კომპანია ბილტმორის მენეჯერთან ქონდა მას გასაუბრება და ტელეფონით ესაუბრა. როგორც ადვოკატი ჩვენთან საუბარში ამბობს, ნიკოლოზ კილაბერიძეს თავდაცვისთვის ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი წაღებული, ვინაიდან ბილტმორის მხრიდან მის მიმართ ხორციელდებოდა მუქარა, თუმცა აღნიშნულს არ ადასტურებენ ადგილობრივები. ისინი იძახიან, რომ ადგილზე ურთიერთდაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, სწორედ ამის შემდეგ მოხდა უკვე გასროლა, როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ამბობენ, 7-მდე გასროლა გაიგეს მათ და აქედან დაახლოებით 5 ტყვია სავარაუდო
სავარაუდოდ მოხვედრილი ჰქონდა ბილტმორის მენეჯერს, ხოლო და მუშასაც შემდეგ 2 ტყვით გარდაიცვალა, ორივე ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა და მათი დახმარება ვერ შეძლეს, რის შემდეგადაც ნიკოლოზ კილაბერიძე პოლიციას თავადვე ჩაბარდა და თავადვე აღიარა დანაშაული. ორი მიცვალებული იყო, ერთი ბიჭი იყო კიდევ, ვინც დახმარება მე რო გამოვედი დახმარების დროს, ის ადამიანი იყო პანიკური შოკი ჰქონდა და ნუ დახმარება ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. სახლის პრობლემები საზღვარგარეთ არიან და გაქირავებული ყავთ ასე კომპანიებზე და იმებზე აქირავებენ რა, მუშებზე და იმაზე, რომ შემოსავლის წყარი ჰქონდეთ. ეს ორი ბიჭი იყო მხოლოდ აქაც. კი, ეს ორი ცხედარი იყო, მე რო გამოვედი. მეორე არც ვწოდი იქით თუ იყო მოკლედ, მე ერთ-ერთი ცხედარი დავინახე, მაგრამ საშუალად რო მივედი. ანუ სხვადასხვა ტერიტორიაზე. კი, ერთი იქით ხარეს იყო, აი ეს ავტომობილები რო არის, პარკის ხარეს იყო გარდაცვლილი და მეორე აქ. მუშები იყვენ იმ სახლში ცხოვრობენ. ნაკირეები ეს სახლი ქონდათ თურმე და ალბათ არ ვიცი ჩაუსაფრდნენ იქა. აბა აქ ობიექტია სად არ არის? 5 ტყვია ქონია თავში მოხტერილი ერთსა და ადგილზე მოკლა და 1-3 საათი ეყარენ საცოდავად იქანა სანამ არ მოვიდნენ შეამოწყო. დავაყოფილე რაღაცაზეა და თუ კი ასეთი სადავო იყო და რამე იყო უნდა მიექციათ ყურადღება ვისაც ეკუთვნოდა. ორბაგ მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლოზ კილაბერიძის წინააღმდეგ ახლა გამოძიება 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში ითვალისწინებს. შესაბამისად, მაშინ როდესაც პროცესი გაიმართება, ამის შემდეგ გახდება ცნობილი მისი სასჯელი რა იქნება, თუმცა ამ ეტაპისთვის აღნიშნული მუხლი 20 წლამდე პატიმრობას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.